რეკლამა დასრულდა, საუბრო. გუშინ საუბრობდით ამაზე რომ ისეთი რას დავაჭირეთ 3 მილიონი ნახევრიანმა ქვეყანამ, მთელი მსოფლიოს ლიბერდებილობა ჩვენზე ლაპარაკობს და ჩვენ გვერდით რა გავაკეთეთ ამით? პრეცედენტი შევქმნით. ხო და რა აიღო რა. ხო, რა ესეთი ქვეყანა. აი და კიდე რა იცი ერთი დეტალია რა რომ ძალიან ხშირად აი ეს მეფე შეშველიას სიტუაციებს ჩვენაირი ქვეყნები აკეთებენ. ჩვენ იცით რა ქვია. ბავშვითა ვარ, ბავშვარო. ანუ მოდი მე ასე ვიტყვი რომ მე დიდი ხანია ვარ ამ ტელევიზიაში და მახსოვს ანუ როგორ მივედით მაგ მომენტამდე რომ როდესაც ჩვენ უკვე ანუ რაღაც მომენტში უბრალოდ აღარ შეგვეძლო რა ანუ ჩვენ ისე გვამზღავდნენ ისე გვეუბნებოდნენ დაგვაჭირეს ციხე რომ ანუ რაღაც მომენტში უკვე როცა ჩვენ ვითხრეს რომ თქვენ ნახავ და იომოთ უკვე ვეღარ ვიომეთ წაჩენ დედაცვათი ანუ ვეღარ ვიომეთ უცებ აღმოჩნდა რომ ამას არა კი გვებძვიან მაგრამ შეიძლება რა ხალხი შეიკრას იდეის გარშემო შეიძლება ამასე აი ხალხო ქართულმა ოცნებამ მიიღო რეკორდული ხმების რაოდენობა მაგათ ეგონათ რომ აი ეს ლიბერდებილური ახალგაზრდობა თუ ძველგაზრდობა აჯანყებას გადაჭრილებას მოახდენდა თუ შეიძლება ასე სამწუხაროა რომ რაღაც მთელი რიგი ევროპული პოლიტიკა არ შუქდება ჩვენთან იმიტომ რომ აი ახლა რაც ხდება შიდა დისკუსია არის ძალიან ისეთი კრიტიკული თვითონ ევროკავშირის მიმართ და ჩვენ პრინციპში ვართ რაღაცნაირად ну ჩვენ რა ამ შემთხვევაში არა ტელევიზიაზე ჩვენ ვაშუქებთ საზოგადოებაზე ვამბობ მათ შორის იმ საზოგადოებაზე რომელიც ახლა გამოდის აქციებზე არის რაღაც საინფორმაციო არ უნდა გაგება თორემ ინტერნეტის კარგად იციან და ყველაფერი არ უნდათ ამის ნახეთ რა არის ევროპის სიძლიერე იდგა სამ რაღაცაზე იაფიგაზე ამერიკულ უსაფრთხოებაზე რუსულ იაფ ნედლეუზე და ჩინურ ბაზარზე ხო კი ბატონო არც ერთი აღარ არის შეიძლება კიდე დავამატოთ ამას აფრიკული ნედლეუზე იქიდანაც გააგდეს ზერცვა იქიდანაც გააგდეს ეხლა ნახეთ ეხლა ყველაფერი ეს დამთავრდა არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებთან არა ყველაფერი ეს არის გაზი გათიშეს ამერიკა ეუბნება 5% მომეციო უსაფრთხოებაშიო შენი ორ ნახევარჯერ არის გაზრდილი გაზის საფასური დენისაც ესე იგი 1500 ევროს იღდიან იტალიაში თვიურად გაზის მაგინო დარბისის გაზე მე არ ვაპობ ელექტროენერგიას გაზე არის საუბარი ეხვეწებიან თურქეთს რომ უფრო მეტი გამოატაროს იმაში რა ქვია გასადენით შავ ზღვაზე და ეს დებილი ზელენსკი გამოდის და უნდა ავაფეთქოვით მაგ თურქებმა ხოთქოს და აქ არის როგორ გამიხილავთ თუკი აქამდე ევროკავშირი ახერხებდა ამერიკისგან აი მე გავიხსენოთ მერკელის პოლიტიკა და სხვები რომ მეტნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკა ეწარმოებინა და რაღაცეებში შეეპასუხებინა აი გავიხსენოთ ხო პირველ გახდა პრეზიდენტი მაშინ მოითხოვა ეს ნატოს პროცენტის გაზრდა ბიუჯეტში და ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირი ეხლა არანაირი ბერკეტი აღარ აქვს ევროკავშირს ვერ გაუწევს წინააღმდეგობას. ეხლა გამოჩნდა გრენლანდიასთან მიმართებაში რომ პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ ხო ეგ შესაძლებელია რომ გადავიდეს ხო? ანუ ნახეთ ეხლა ის ევროპა შეეძლო ესე ელაპარაკა ამერიკასთან. როდესაც ქონდა ეს გადანაწილებული ეს რესურსები რა იყო ეგ რუსეთთან ვაჭრობა იქის და დამოუკიდებელი მეტნაკლებად ბოლომდე არა მეტნაკლებად აფრიკაშიც იყო ეხლა გამოყარა აფრიკა ჩინელებმა გამოყარეს და რუსებმა ეხლა არის სიტუაცია როდესაც ცხოვრების დონე საკმაოდ ეცემა ზვირდება ეცემა არ მოდი ეგრეთ ვთქვათ ზვირდება ცხოვრების დონე ევროპაში რეცესია არის ეკონომიკის უკვე დიდი ხანია როგორც ევროპის ისე ესე იგი იაპონიის და ერთადერთი დასავლურ საფრთხეში ეკონომიკური ზრდა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც სერიოზული ეკონომიკური ზრდა აქვს. და დანარჩენი არის რეცესიის შეერთება. რატომ არის რეცესიაში ესე ვთქვათ რა? იმიტომ რომ ეს ბაზრები, რომლებიც აქამდე როგორ ხდებოდა, ბაზრები, რომლებიც აქამდე იყო, შევიდნენ ჩინელები და სხვა სახელმწიფოები მათ შორის, ხო? საკმაოდ ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ეხლა ჩვენ უნდა გვესმოდეს, აი სურათი უნდა გვესმოდეს, ან რაღაც მარტივი რაღაცები უნდა გვესმოდეს რა. და უნდა იყოს ძალიან მათემატიკურად დათვალე. მე არ ვიცი, მე არა ვარ ეკონომისტი, მაგრამ მგონია რომ ესეთი დისკუსიები ქართულ საზოგადოებას სჭირდება. აი მაგალითად ეკონომიკური ბენეფიტი ევროკავშირთან ურთიერთობის რა არის კონკრეტულად? და რა არის უარყოფითი? რა არის უარყოფითი? რეგულაციები იქნება რა. ჩვენ ხო ვიცით რომ ევროპული ბაზარი არის პროტექციონისტული ბაზარი. რა თქმა უნდა.
ჩვენს ყურძენს და ხილს შეგვიძლია ხელი დაუქმო. თქვენ იცით რომ აი გრენლანდიაში ახლა ერთ-ერთი მომენტი, რატომაც გრენლანდიელები სამდე ამერიკის საკითხით ჩაერთვებოდა, იყო იქ მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის უნდათ გრენლანდიელებს ბრძოლა და ერთ-ერთი მიზეზი იცი რა იყო? ევროკავშირთან ყოფნა არ უნდათ. იმიტომ რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს ძირითადად მეთევზეობა არის გრენლანდიაში და კვოტა, ხო. გაეხსნათ კვოტებით უტრაკებენ. ხო და ეს არ უნდათ გრენლანდიას. სწორედ მაგიტომ მოუნდათ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი, მაგიტომ დაიწყო. ანუ თვითონ დასავლეთ სამყაროში სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისის გამო გრენლანდიამ, რომელიც იყო ძალიან კარგად, ესე იგი დანიაში, დანიის ცხოვრების დონე იყო, ხო? არ უნდა დანიასთან ყოფნა, იმიტომ რომ ევროკავშირში არ უნდა ყოფნა. ხო, თან ახლა გათხოვება რო არის, უფრო და უფრო მეტ ტერიტორია ყინულისგან თავისუფლდება იქ და რაღაც შანსები ჩდება, რომ ქარხნები აღარ რაღაცები. ჩვენ ირგვლივ. გაცილება ხო არ არის. კომპიუტერული ბაზებისთვის გრენლანდია არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ დიდ ენერგიას მოითხოვს ხელოვნური ინტელექტის ამუშავება და გაცილება ხო უნდა, რადგან ეს ენერგიაც უნდა დაიხარჯოს და ამიტომ იქ იოლია. ჩვენ ირგვლივ ახლა მაგალითად ახსენე ეს სახელმწიფოები, ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მაინც ირანია, სირიის ამბების შემდეგ, პრაქტიკულად ისრაელმა აჯობა ირანს სირიაში, ეს ფაქტია. თურქეთი და ისრაელი იმის მიუხედავად რომ საჯაროდ ერთმანეთს ლანძღავს, აღმოჩნდა სირიაში თანამშრომლობა ძალიან კარგად თანამშრომლობა. პუტინი გამოეცალა და ჩვენ ხედავთ რას, რომ არ არის აი და კიდე ერთი მომენტი, ისრაელი და თურქეთი თანამშრომლობდა ყარაბაღში. კი. და რატომ? იმიტომ ირანის წინააღმდეგ გასაგებია, ხო? და შესაბამისად არ არის გამორიცხული და ამაზე კისინჯერი წერს, ღია წერს კისინჯერი. დიდ ომზე ახლო აღმოსავლეთში, რომ სადაც ერთი მხარეს იქნება ისრაელი და დასავლეთი და მეორე მხარეს იქნება ირანი. და არა გამორიცხული დასავლეთი ამ შემთხვევაში არა შეერთებული შტატები იყოს, არამედ იყოს თურქეთი, რომელიც არის ნატოს წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიმყოფებით ისეთ რეალობაში, აფეთქებად რეალობაში ვიმყოფებით. და ამაზე, როდესაც არ მიდის საუბარი, ამაზე როდესაც ყველა თვალს ხუჭავს, ეს ისევ ინფანტილიზმის გამო ან მამნებლობის. ისე არის იდეოლოგიური სიბრმავე, რომ უბრალოდ რეალობის დანახვა აღარ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი ტრამპის გამონათქვამები არის ასეთ პირდაპირი და ის ამბობს მონიშნა ტერიტორია, სადაც აპირებს თქვათ ის აქტიურობას, ეს არის გრენლანდია, პანამა, კანადა, მექსიკის ასე ვთქვათ სამხრეთ საზღვარი და ასე შემდეგ, ანუ ამერიკის სამხრეთ საზღვარი. ავსტრალია უნდა მოემზადოს ჩემი აზრით. ხო, ანუ ეს მე რას ვიტყოდი, იცით, ეს არის უკეთესი ბრჭყალებში ვიდრე ის იყო. იმიტომ კი არა ვთქვათ ის რაღაც გარეგნული ეს კულტურპოლიტიკები იყო რაღაცა ძალიან საშიში. კი, საშიში იყო ეს LGBT პროპაგანდა, მაგრამ ასე უფრო თვალნათლივ ხედავთ ვის რა ინტერესები აქვს. ანუ დაფარული უნდა გაცხადეს თემა არის ძალიან კარგი. და დავინახავთ რას რომ აი ამ მრავალპოლუსიანი სამყარო შეიძლება არ არის თქვათ იავარდით მოფენილი და არ იქნება, მაგრამ აჯობებს იმ ერთპოლუსიან სამყაროს რითი რომ აქ შესაძლებელი იქნება ერთმანეთთან დალაპარაკება, მოლაპარაკება და ასე შემდეგ. ხო, ანუ არ იქნება ერთი ჰეგემონი და ურთიერთგათვალისწინების, ურთიერთაღიარების მაღალი ხარისხი იყო, იმიტომ რომ წინა ესე ულტრაგლობალისტური ადმინისტრაცია ამერიკის ამბობდა რომ ეხლა მე გავფართოვდები უკრაინა ნატოში, ეს დავაჩოქოთ, რუსეთი დავაჩოქოთ და აქედან არის ტრამპი, რომელიც ხა რა თქმა უნდა ეს დიპლომატიური ჟესტია და პოლიტიკური ამბობს რომ მე რუსი ხალხი მიყვარს და ეს იგიჟე შევაჩერო და ასე შემდეგ. რომელიც სხვათა შორის ამერიკის საელჩომ საქართველოში არ დადო, როგორც ვიცი, 24 საათზე მეტია ტრამპის ეს სიტყვები. ხო, მაგრამ ჩვენ ხო რა გვინა? ხო, ჩვენ ისედაც ვიცით. ხო და ანუ აქ არის ეს პრობლემა არის, ანუ ხდება სამყარო, ანუ სამყარო შიშვლდება, ანუ მულტიპოლარული სამყაროს პლუსი არის გაშიშვლება. მარკო რუბიო თქვა, ესე იგი ახლად არჩეულმა საგარეო, ასე ვთქვათ, ის დამაკლდება ის მაგათი ის რო არის, ვინ იყო სპიკერი რომ გამოდიოდა. ხო, მილერი, მეთიუ მილერი. ამან თქვა რომ ყველა კავკასიაში დაუწყია მუშაობა ტელევიზიაში. მაგარია. ხო და ანუ ესე იგი სახელმწიფო სუვერენიტეტი იქნება მნიშვნელოვანი. ეს ჩვენთვის კარგია. უბრალოდ გამოჩნდება ისიც რომ ერთი სუვერენიტეტი ხშირად მეორე სუვერენიტეტის დაცგუნვას შეიძლება გულისხმობდეს. დიახ. ამ მე გუშინ ნახე არ ვიცი როდის დაიდო არესტოვიჩის ჩანაწერი,
მონოლოგი იყო და სადაც ამბობს ესეთ რაღაცას. რომ იმისთვის რომ ეხლა აანალიზებს რომ ეს უკრაინა გამოიყენა დასავლეთმა, მაგრამ ის ამბობს ძალიან საინტერესო რაღაცას. იმისთვის რომ უკრაინამ შეინარჩუნოს რაღაც თავისი სტაბილურობა, საჭიროა რეგიონში შემოიყვანოს ჩინელები. და ჩინელები იქნებიან ერთ-ერთი გარანტორები იმის რომ უკრაინაში რაღაცა შვიდობა რაღაცა რუსეთი არ შეჭამს რა. ხო, აი ნახეთ და უნდა მივცეთ ბიზნესი და მიწები, რომლებიც იმიტომ უნდა მივცეთ რომ დაიცავენ. ეხლა ნახეთ რუსეთი ჩვენ არ დააზიანებთ. ჩვენ რეალურად ამას მივხვდით გაცილებით ადრე, ვიდრე უკრაინელები მივხვდებოდნენ. მაგრამ მან ჩვენ მივხვდით რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ჩინეთი არის დასაქმებული. ჩინეთი უნდა შემოიყვანო რეგიონში, იმიტომ მასტაბილირებული ძალა. ხო, დამასტაბილირებული. ხო და მანდაცი პრობლემაა, ზაზას მოგცემ ხა სიტყვას, რომ ძალიან დიდ მწუხარებით რომ უკრაინა ესე ვერ გააკეთებს ამას არა, უკრაინა ვერ გააკეთებს. რატო? იმიტომ რომ თინახიდაშელთან აქვს დაძაბული ურთიერთობა. უკრაინას. თინა ცხადია. ამ ნახევარფერდოში თინახიდაშელი. იქ ტაივანი და აქ თინა. ეს ვის დღეში ვარ ხალხო? ხანახან ფიქრობ რომ ამაზე სერიოზულად ლაპარაკო? გვიწევდა, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური ელიტა. TikTok-ი რო გათიშეს 1 საათი, თუ რაღაც. აუ, გახარებული გამოვარ თინახიდაში. აი, თიშა. საერთო და მე TikTok-ის CEO ტრამპის გვერდზე იდგა ინაუგურაციაზე. ასე დებილი ხო არ შეიძლება ხიდაშელი ვარ იყო. ჩვენი მინისტრი და ხო, გასაგები. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ფაქტიურად მესამე მსოფლიო ომია და ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს. ოღონ უსისლო, კიდე უსისლო როგორ ისეთ დიდწლიანი არა. ნუ რა თქმა უნდა, მაგრამ ხო ფაქტია რომ ბირთვული არაღის გამო. ხო ფაქტია რომ მსოფლიო ომია რა. დაიწყო ხელახლა გადანაწილებები და როდესაც თავისი ინტერესები გაუჩნდათ, წრები გახდნენ მოყარეები და პირიქით. ანუ ვინმე წარმოიდგენდა რომ ისრაელი და თურქეთი იმ ფონზე ცოტა ხნის წინ აწერნაში მოახსენე ერთმანეთს ცოტა ხნის წინ რაკეტებს ესროდნენ და მე სირიაში თავის ინტერესებს რო გაუშვათ ხო ანუ ინტერესი პრაგმატულად რა თავისი ქვეყნის სასიკეთო მე კიდე დაწყებენ თუ საჭიროა ერთ რა თქმა უნდა ისიც ინტერესებიდან გამომდინარე ანუ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები ჩვენი ქვეყნის გარდა ჩვენი ინტერესები არ უნდა გქონდეს ეს შიგნიდან ვლაპარაკობ ამას თორე ის რომ ინტერესები უნდა გქონდეს აგერ დღეს ახალმა ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გამოვიდა რუბიო რომ ყველა ქვეყანას ვითანამშრომლებთ იმ სახელმწიფოებთან ვინც წინა პლანზე გადმოწევს თავისი ეროვნულ ინტერესებს ეს იმად გასაგებად ვინც სულ ცოტა ხნის წინ თუნდაც ერთი კვირის წინ ამბობდნენ რომ არაფერი არ შეიცვლება 20 იანვრიდან ტყუილ აქვთ მოლოდინები და ასე შემდეგ მეტი რა ქნეს ტრამპმა მართლა რა 20 იანვრიდან დაიწყო ახალი ერა. ზუსტად ახალი ერა. პირდაპირ ჯერ ერთი საქართველოს ხელისუფლებას პრობლემები არ ქონია ამერიკასთან. პრობლემები ქონდა იმ ადმინისტრაციასთან, რომელსაც ერქვა ბაიდენის ადმინისტრაცია. ძალიან მარტივად ხო შეიძლება ესეთ რაღაცა პატარა დასკვნა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, დღესაც მოლაპარაკებები, როდესაც დაიწყება ქართულ-ამერიკული თანაბარ პირობებში ვერასოდეს ვერ იქნებით ისეთ დიდ სახელმწიფოსთან, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. იმპერიები, რასაც ქვია. ვერ ვიქნებით. შესაბამისად, იმის ინტერესები რაღაცა ფორმით მაინც წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული და ჩვენ მოგვიწევს დათმობებზე წასვლა. მაგრამ არა რაღაცა სუვერენული უფლებებისა და საზოგადოების ინტერესებისა წინააღმდეგოთ, ხო? ხო, ამ ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. აქ მთავარი რა არის იცი რომ რა თქმა უნდა ჩვენ როდესაც გავითვალისწინებთ მათ წამოყენებულ პირობებს წარმოვიდგინოთ ახლა პირობები ბაიდენის ადმინისტრაციის დროს რასაც ისინი გვიყენებდნენ და შესაბამისად ახალი ადმინისტრაციის ტრამპის პირობები ანუ ისინი პირდაპირ გვეუბნებოდნენ რომ ჩვენ უნდა მიგვეღო მათი თამაშის წესები, პოლიტიკა, ცხოვრების წესები. ცხოვრების წესად თავის ქვეყანაში აქციეს, კი ბატონო. მე შენს გეუბნებოდნენ რომ LGBT-ს წინააღმდეგ არ წახვიდე. ისინი გვეუბნებოდნენ რომ მათი ქვეყნის სული იყო ტრანსგენდერიზმი. კი ბატონო. ტრანსგენდერები. ანუ ეს შენ გინდა არ გინდა უნდა მიიღო. მიიღო. და შენიც ეგეთი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, შენიც ეგეთი უნდა ყოფილიყო. კი ბატონო. ანუ სხვანაირად გამორიცხული იყო. თანამშრომლობა თავში ვერ შედგებოდა. მათი თამაშის წესები იყო გაუმჭვირვალობა.
შესაბამისად ეს უნდა მიგეღო. ომის დაწყება რუსეთთან. რა თქმა უნდა. ეგ უნდა ყოფილიყო. სრულად ყველაფერი იყო ჩამოკიდებული მათ მითითებებზე, მათ კარნახზე. ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, ხო? შეიძლება რაღაცა საწინააღმდეგოდ გააკეთო, მაგრამ შეინარჩუნო ქვეყნის დამოუკიდებლობა, სტატუსი, ეროვნული ღირსება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დათმობაზე წასვლა ნებისმიერ დროს მოგვიწევს, ამას რა თუნდა დიდი პოლიტიკოსობა და ფილოსოფოსობა. მაგრამ ეხლა რა შეიცვალა საქართველოს და ამერიკის ურთიერთობაში, ხელისუფლებების დონეზე. ანუ სასტარტო პირობები გვაქვს იდეალური. დღეს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია იძახის, რომ მე ვითანამშრომლებ ისეთ ხელისუფლებასთან, რომელსაც წინა პლანზე აქვს წამოწეული ქვეყნის ინტერესები, რომელიც საუბრობს გაუმჭვირვალობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ანუ პირდაპირ აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან თანხები გაედინებოდა უკონტროლოდ და ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენ საწინააღმდეგოდ აზრის ჩამოყალიბებას, ანუ სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციებს, ათასუბედურებებს და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში აგერ მივიღეთ უკრაინის მაგალითი, ხო? ესე იგი რა გამოდის? როდესაც ჩვენ წარმოიდგინეთ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის განცხადებას აკეთებს პატარა საქართველოზე გამჭვირვალობის კანონზე. ამ დროს მეორე პრეზიდენტი 2-3 თვის შემდეგ გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი კორუფციის შედეგიაო, ეს ყველაფერიო გაუმჭვირვალობის შედეგიაო, რასაც ეს წინა ხელისუფლება აკეთებდაო. ანუ თუ იქიდან უკონტროლოდ მოედინება თანხები, შესაბამისად იმ ქვეყნებს, სადაც ეს თანხები შემოდის, აუცილებლად ჭირდება კანონი გამჭვირვალობის შესახებ, იმიტომ რომ უკონტროლო თანხას გაკონტროლება ჭირდება. ეს არის ძალიან მარტივია, ხო? ეს არის 2x2. ეს ხალხი ლაპარაკობენ მშვიდობაზე. ეს ხალხი გველაპარაკებიან იმასთან დაკავშირებით, რომ აღარასოდეს აღარ იქნება ზეწოლა გენდერთან და მასთან რა ქვია LGBT ხო LGBT თემებთან დაკავშირებით. ანუ ქრისტიანობასთან დაკავშირებით გველაპარაკებიან. ანუ სასტარტო პირობები გვაქვს იდეალური, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია მარტივად გადავტვირთოთ ეს ურთიერთობა. ეს უკვე შეიცვალა, დიდი რამე მოხდა. ჯერ ახლა 20 იანვრის შემდეგ ვინაიდან და რადგანაც ახლა შეხვედრა არ მოხდარა და ჯერ საქართველოსამდე არ ჩამოსულა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აფერი არ შეცვლა. ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა, მარტო საქართველოსთვის კი არ შეიცვალა, სოფლიოსთვის შეიცვალა და რა დღეში აღმოჩნდნენ, ახლა წარმოიდგინეთ, რომ სოროსის ქმედებასაც და თვითონ სოროსაც ეძახიან, რომ ეს არის ბოროტება და ამ ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ვინ იყო სოროსი. სოროსი არის ერთ-ერთი გამტარი ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის გლობალისტია რა, გლობალისტია ჩვეულებრივი. ქვეყნებში თავისი ინტერესების გატარებისა. ვისაც აძლევ, რომელ ადმინისტრაციასაც უხდიდა ფულს და რომელსაც ეხმარებოდა არჩევნებში, ის არის ეს დემოკრატებს ეხმარებოდა. ობამას ეხმარებოდა. ასევე არა, იმ ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდიოდა ეს იყო გამტარი ჩვეულებრივი. ეხმარებოდა რა მართლა. რა თქმა უნდა. ანუ ეს თუ ბოროტებად გამოაცხადეს, წარმოიდგინეთ, რომ სოროს ყავს ფაქტიურად მთელი ევროპის ტიბეტში ყავს რა ეს. ფაქტიურად ევროპა. ეხა ვინც არის და ვინც სულს გაფავს, ყველანი მაგიჯიბებს. მელონი გამოვიდა და სოროს შეაგდო. ესენი თუ გაყვნენ, მაგალითად, აშიში თუ გაყვა ამის გზას, ხო, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექნებათ. და გაყოლილია უკვე ყველაფერი. არა, გასაგებია, მაგრამ ამას თუ ოფიციალური სახე მიეცა, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექნება. ასე რომ ახალი ერა დაიწყო ჩვეულებრივად თუ მან თავისი დაპირებები შეასრულა, ის რა თემასთან დაკავშირებით ახლა ჩვენ საუბრობთ, ქვეყანაში, სოფლიოში, რა თქმა უნდა, რადიკალურად შეიძლება, უკვე პირდაპირ განმარტებებს აკეთებს, ხომ? რომ აი წეღანდელის არ იყოს, არ შეგეშალოთ, რაღაც აღრევა არ მოხდეს, გენდერი არ იხმაროთ. სიტყვა გენდერი აღარ ახსენოთ. არსებობს სქესი და არ არსებობს გენდერი. ეხლა რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ეს ჩვენი აკაური ლიბერტებილები. ძალიან მოკლედ. ანუ უყურეთ, ორი პატრონის თან თამაში უნდათ ეხლა სამსახური. ევროპაში
ჯერჯერობით არაფერი არ შეცვლა, ისინი ისევ გენდერს აწვევიან. ამერიკაში შეიცვალა სიტუაცია. ანუ გენდერისტები და სქესისტები რა. წარმოიდგინე, ერთი და იგივე ადამიანი, სალომე ზურაბიშვილი თქვა თავიღოთ, ყველაზე ნაძირალა ადამიანი, წარმოიდგინეთ რა განცხადება გააკეთა 2 დღის წინ, რომ როგორ შეიძლება ამერიკამ $3 მილიონს როგორ გაუყადროს. როგორ უნდა გაუყადროს თავიო და სასწრაფო დაგვიყვარეს. თავის სამშობლოზე ლაპარაკობს. რა შეიძლება არა, ხალვა, მაგისთვის სამშობლო საქართველოს არ არის. არ შეიძლება სამშობლო. იგივე აზრის თქმა შეიძლება სხვანაირად. ხო. შეიძლება. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ცირე რიცხოვანი ერი და გაგვიჭირდება რაღაცნაირად დელიკატურად შეიძლება. ესე პირდაპირ ვამბობ რომ ჩვენ ვინ ჩემი ფეხები ვარ. ანუ რატომ ამბობს ახლა ეს რატომ ამბობს? რა თქმა უნდა უსამშობლოა და სწორი განმარტება ზუსტად ამას ესადაგება. საქართველოში არც დაბადებულა, არც გაზრდილა, არც მეზობლებთან ურთიერთობა ქონია, არც თავისი რაღაცა ეზო აქვს, არც თავისი რაღაც წყარო აქვს, რაც შეიძლება ადამიანს მოგენატროს, რაც შეიძლება მოგინდეს. სამშობლოს აღქმა რო კონდეს. ეჭვი აქვს პარიზის არ. ხო, ამას, ნუ იმის იქით რაც უნდა ის უკვე. ხო, ნაღდი პარიზელი კარი ვარ. არა, არაფერი არ აკავშირებს ამ ქვეყანას. არა, მართალია. არ აკავშირებს წყალი. გამურა არის, კლასიკური გამურა. მეგობარი, არაფერი და შესაბამისად ახლა ესე მარტივადაც იმიტომ ლაპარაკობ. მოდი დროზე დაგვიფყარით. ეხლა იმას დავასრულებ იმას. ანუ ამათ უწევთ ორმაგი თამაში. კარგი ბიჭები არიან ევროპელები, ვინც ფულს უხდიან ეხლა და ძირითადად იმათ წყაროზე დაждდნენ, იმათთან არ ახსენონ გენდერი და ასევე კარგი ბიჭები არიან, რომ არ ილაპარაკონ ორსქესზე. და წარმოიდგინე უკვე აღრევა მოხდა ერთმანეთში, ერთ ჟურნალისტს ეუბნებიან რომ არსებობს ორი სქესი და სხვა ჟურნალისტები რომ მოხდებიან, აუცილებლად შანსს გამოიყენებენ და იქაც გენდერი უნდა ჩააყვეხონ, რომ იმათი გულიც ხო. გვარამიამ დაიძვრიან თავი რომ ორი სქესი და ბევრი გენდერი. ანუ იმათი გულიც რომ მოიგონ, აი წარმოიდგინე ახლა რა თამაშს თამაშობენ, ჩვენი ქვეყანა შენ რომ დაიწყე, რა არის ჩვენი ქვეყნისთვის პერსპექტივა და გამოსავალიო. პერსპექტივა და გამოსავალი არის პირველი შიდა პოლიტიკაში ეს არის კანონი და სამართლიანობა. ანუ თუ ამერიკისთვის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის შეიძლება რომ თქვას რომ deep state-ს ემსახურება ანალოგიურად თქვათ სახელმწიფო უწყებებში ჩაბუდებული ადამიანები და ეს უწყებები უნდა გაიწმინდოს ამ ადამიანებისაგან და ეს არის დემოკრატიის უმაღლესი მწვერვალი ჩვენთანაც ანალოგიურად უნდა მოხდეს იმ ხალხის გაწმენდა სახელმწიფო უწყებებიდან ვინც იქ ხო ფარულად ეწინააღმდეგებიან და ფარულად არიან ჩაბუდებულები ასე თქვათ იმ deep state ვინც მოაზრება ჩვენთან ღიად ეწინააღმდეგებიან უკვე ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არაფერს არ მალავენ მიტინგებზე დადიან სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები მიტინგებზე დადიან და პირდაპირ რევოლუციისაკენ მოუწოდებენ კიდევ თავის მეგობრებს ამიტომ ხელისუფლებამ ცოტა ხანში როგორც კი სურს მოითქვამს აუცილებლად უნდა გაწმინდოს ამ ხალხისაგან სახელმწიფო დაწესებულებები შესაბამისად რა თქმა უნდა პასუხი უნდა აგებინოს აი იმ დაგვარ ადამიანებს როგორც არის ზურაბიშვილი და ძანი და ძმანი მისნი რომ სახელმწიფოს საშუალება მიეცეს ის უნდხოს და შესაბამისად ასპარეზეც რა თქმა უნდა სოფლიო ასპარეზზე გავიდეს პრინციპით ეს არის მთავარი საქართველოს უპირველეს ყოვლისა. თუ ამ პრინციპს არ ეთანხმები, შენ საქართველოსთან არაფერი საქმე არ აქვს. ოპოზიციონერი ხარ თუ ხელისუფლებაში თუ ხარ. მით უმეტეს ხელისუფლებაში. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს მომავალ შაბათს შევხვდებით.